დაკავებული ვართ ისეთი საქმეებით, რომ ვერ ვიცლით უფალთან მოსასვლელად, სულიერი ცხოვრებისთვის. წუხვართ და ზრდილობიანად ვამბობთ ხოლმე. ვაპატიე, ვერ მოვალ, ეს საქმე მაქვს, ის საქმე მაქვს, ვერ ვიცლი და ასე შემდეგ. ამაოებათა, ხომ გახსოვთ ეს ეკლესიასთან ცნობილი სიტყვები. ესე იგი, ვერ ვათავსებთ უფლისგან მომავალ უმაღლეს მოწოდებას ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობასთან. როგორ შევათავსოთ? უფალი იესო ქრისტე სულაც არ ითხოვს ჩვენგან უარი ვთქვათ ჩვენს მოვალეობებზე, უარი ვთქვათ შრომაზე. პირიქით, ყოველი ადამიანის დანიშნულებაა, რომ იშრომოს და ქმნიდეს შემოქმედებითი აქტივობა. ადამიანის მოწოდებაა, თვითფასო ძმებო და დებო. მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რომ არსებობს ბევრად უფრო აღმატებული რამ, ვიდრე ის, რასაც მე ვაკეთებ. რა არის ეს აღმატებული? ცხოვრება ქრისტეში, სწრაფვა სასუფევლისკენ. აი თუ ჩვენ ასე ვიშრომებთ, მაშინ ეს შრომა არასდროს აღიმართება წინაღობად ჩვენსა და ღმერთს შორის. და რა საქმესაც არ უნდა ვაკეთებდეთ, ყველაფერს ვაკეთებდეთ ქრისტესთვის, რწმენით, ქრისტეს ჭვრეტით, მისი მცნებების აღსრულების სურვილით.